მნიშვნელოვანი საკითხი არის, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაც ჩვენ ბელორუსია არა ვართ, რაღაც მომენტში შეიძლება ვერც ვიყოთ, ხო? ანუ რაღაც 25-ში მაგალითად მე ვიტყოდი, რომ პროტესტის პირველ დღეებში პროტესტის სიმძაფრე იყო ისეთი, რომ მე ვიტყოდი, რომ ვერ ვიყავით ბელორუსი. მერე რასაკვირველია ჩვენ დავინახეთ საზოგადოება, რომელიც გაცილებით უფრო ცხადად და ასე ვთქვათ, ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ ეს არის უკვე შემდგარი ჩამოყალიბებული საზოგადოება, მოდერნული საზოგადოება, რომელიც მართლაც არ გაატარებს რაღაცას. რაც შეეხება აი ირაკლის კითხვას, რომ არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელიც მაინც ასე ვთქვათ, ხო, ის კმაყოფილია და ის ასე ვთქვათ, ამას თვალს დახუჭავს. მოდი ესეთი რაღაცა ვთქვათ, შევიხსენოთ თუნდაც ნაძვისხვის ანთების ამბავი. ერთხარეს იყო ძალა, ანუ საკმარისი ძალა იყო იმისათვის, როგორც წინა დღეებში განეგდებნა საზოგადოება, ანუ პროტესტანტები, იყო რაღაცა, გასაგებია რომ არ იყო საკმარისი, მაგრამ აი სურათის შესაქმნელად რაღაცა რაოდენობა იყო, რომელსაც დააყენებდნენ, მაგრამ არ იყო პერსონაჟი, ხო, ამ შემთხვევაში არ იყო უბრალოდ ბავშვი და ბევრ შემთხვევაში აღარ იქნება პერსონაჟი. აი ეს შიშველი ძალა და ვიღაცა მოდის და დადექი, არა, ეგ ერთი არის და არ არსებობს ადამიანი პრაქტიკულად, რომელიც აი ახლა გამოდი და თქვი, რომ შენ მოგწონს ეს ყველაფერი, ხო? ეს თანდათანობით ეს ყველაფერი გასაგებია, როცა ჩამოფარებულია, გასაგებია, რომ რაღაცის უკან როდესაც ახარ და ასე ვთქვათ, შენ სახეს მალავ და იმალება, მაგრამ პერსონაჟი, სახედამანული ადამიანი, ნახევრად ადამიანია უკვე სხვა დისციპლინა ჭირდებათ, მაგრამ ჯგუფებს. ეს ერთი მეორე მხრივ, რაც მართლაც სახიფათო არის, ასე ჩვენ ვამბობთ, რომ კომიკური არის. კომიკური იყო კობახიძე და მთელი ეს ოცნება ნაძვისხვის ანთების დროს, კომიკური იყო მაშინ, როდესაც მან თქვა, რომ ის ხუთმა ხელისუფლებამ მთავრობამ ქვეყანამ არ დაუჭირა და 2 წუთში გამოჩნდა, რომ 3 აქედან არ ეთანხმებოდა. ბევრ შემთხვევაში კომიკური იყო გუშინაც, როცა გამოაცხადა, რომ ჩვენ გვაღიარა ეუთომ, მაგრამ ეს კომიკურობა ერთი მხრივ საკმაოდ ტრაგიკული ამბების პრელუდია ხოლმე რა. ხანდახან ამბობენ, რომ ძალიან კომიკური არის ეს ხელისუფლება და ავტოკრატია რაღაც სერიოზული. არა, ყველა ტოტალიტარიზმიც იყო კომიკური. ჰიტლერი იყო კომიკური ფიგურა, სანამ მისი ძალაუფლება არ არის. თან პირველი სიტყვა ალბათ გუშინელთან დაკავშირებით, რაც თავში მაგვია არ არის კომიკური, უტიფარია. პირველი სიტყვა. ხო, მან ხო ყოველთვის მედალს ორი მხარე აქვს, ანუ პროპაგანდა, ყველამ გვესმის, რომ პროპაგანდა გარკვეულ მომენტში მუშაობს მხოლოდ ტერორთან ერთად და გასაგებია, რომ შეიძლება მსმენელიც კი არ არსებობდეს, რაღაც წაშლილი იყოს ყველანაირ გადავლილი იყოს სვენაზე, მაგრამ მას რო შეუძლია თქვას აი ესეთი უტიფრობა, ეს ნიშნავს, რომ მასთან არის ძალაუფლება. ეს არის ძალაუფლების დემონსტრირება და ხშირ შემთხვევაში მას არც საინტერესებს რაოდენობა, რაღაც 21-22 წელს მაგალითად ისე რა ქვია, სინოდში, სადაც 2 ადამიანი იყო მხოლოდ მომხრე საბჭოთა რეჟიმის და დანარჩენი მთელი ამბრუცხელესთან ყველა იყო წინააღმდეგი, არა, აღარ არსებობდა ის ყველა და არსებობდა ის 2 ან 1, იმიტომ რომ ძალაუფლება მართლა დემოკრატიული პრინციპები კი არა დადეთ, ხო, რეჟიმს, თუმცა ჭირდება თუნდაც სახეები, რომ წინა იქ. სახეები და ეს ამბავი კომიკური არის. მანამდე სან ჩვენ გვეცინება და ვართ ისინი, ვინცაც შეუძლია სიცილი. ხანდახან ისე ამტრევენ ადამიანებს წელში, რომ ვეღარც იცინის, ხო? მაგალითად გავიხსენოთ იგივე 37 წელი, რომელზეც მედია საკმაოდ ჩორსავად. მაგრამ რაც შეეხება პრესკონფერენციას, ის რაც ახლა არის მნიშვნელოვანი და რაზეც თქვენ საუბრობდით და მართლა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო პოლიტიკური მდგენელი ამ თელს ამბავში, ხო? კი, მართალი არის, რომ პოლიტიკური პარტიები თითქოს და უკანა პლანზე გადაიწევენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად ბუნებრივიც იყო, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ლაპარაკობდა ამომრჩეველი. ანუ ისიც კი არ იყო, რომ პოლიტიკური პარტია ამბობდა, რომ მე გამიყავდეს, რაც გვინახავს სხვათა შორის წინა ყველა წინა ერთი თვეთან ეგ იყო, წინა ერთი თვეც აქაც ეგ ხდებოდა და სხვანაირად. პოლიტიკური პარტია და გამოდის და ამბობს, რომ გაგვიყავდეს, მაგრამ ამომრჩეველი სტალღა
ტალღა არ არის ამ შემთხვევაში ამ ტალღამ გადაუარა ასე ვთქვათ თავზე გადაუარა და კარგი გაგებით გადაუარა ასე ვთქვათ პოლიტიკურ პარტიებს და ასე ვთქვათ დღეს ისე ლაპარაკება აი ეს სიგიჟე რომ ისინი მართლა დაძდევენ და ცემენ და აწამებენ ადამიანებს ისინი აწამენ ადამიანებს რომლებიც თქვენს რომ თქვენ არ ხართ ლეგიტიმური ეს არის მნიშვნელოვანი და რას თავარია კიდე ერთ აი დიფერენციაციაზე თქვენს ლაპარაკობდით და ძალიან მნიშვნელოვანია ეს დაყოფა რამოდენჯერ ვთქვი და კიდე გავიამბობ ქართული ოცნება აი როდესაც ოთხმა პარტიამ გადალახა ბარიერი ეს ნიშნავს რომ ქართული ოცნება დაამარცხეს პოლიტიკურმა კლასმა ინტერესთა ჯგუფებმა რომლებიც იყვნენ 12 წლიდან ქართული ოცნების წინააღმდეგი დაამარცხა იმ კლასმა რომელსაც 16-ის შემდეგ არიან ოცნების წინააღმდეგი დაამარცხეს 19 და 20 და 24 წლის შემდეგაც ესე იგი ანუ ყველა ფაქტობრივად ყველა ინტერესთა ჯგუფმა ზუსტად ამას გულისხმობდი რომ სანამ ფართო კოალიცია არ დადგა სინამდვილეში ამ მრჩევლების რომლებიც ერთმანეთისგან პოლიტიკური გემოვნებით განსხვავდებიან ეს ანუ ჯობნა რიცხობრივად აი ამ ძალიან უსამართლო სისტემაში რაც მოახერხა მაინც ოპოზიციამ მიუხედავად იმისა იქ რა აღინიშნა ფაქტია რომ მხოლოდ ამ ფართო კოალიციის შედეგად დადგა პოლიტიკურმა ინტერესთა ჯგუფებმა არამედ ჩვენ ხედავთ ეხლა ყველას ცალ-ცალკე უნდა რომ უთხრას რომ შეხარ არალეგიტიმური იქ არ ვიცი რეალის ფანები იქნებიან ბარსელონას თუ ეს ხო არ არის შემთხვევითი ეს ასე ვთქვათ თამაში არ არის შემთხვევითი აქ არის ყველა საწეულება ჩვენი მაყურებელი უყურებდა კადრებში მაგალითად მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლების მარში იყო თუ არ ვწდების ფანების მარში სხვადასხვა და მიმდინარეობს ფრიუნიდან იყო ძალიან შთამბეჭდავი იმად რამე არ შეეშალოთ ხო მანდ აი იქ ხო არის რომ აი თქვა სიტყვაზე რაჭაში უფრო მეტი ხმა ავიღო და იქ იმ ხმა არის ხო აი ყველაფერს საკითხავთ დაუთვლიან კი ბატონო